დილიდან სასტუმრო შერატონში დონორთა მეოთხე საერთაშორისო კონფერენცია მიმდინარეობს. შეხვედრაში მთავრობის და დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები მონაწილეობენ. კონფერენცია აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ გახსნა. არჩილ ხაბაძემ სამუშაო პროცესშიც მიიღო მონაწილეობა. რომელი სფეროები გამოიკვეთა თანამშრომლობისთვის, თემა შერატონიდან ირინე წუწუნავა განაგზობს. დიახთეონა დონორი ორგანიზაციები რეგიონში სხვადასხვა სფეროში პროექტებს ისევ გააგრძელებენ, ესაა მაგალითად ტურიზმი, სოფლის მეურნეობა, ჯანდაცვა, როგორც ჯანდაცვის მინისტრი აცხადებს, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საერთაშორისო ორგანიზაციების დახმარება, მისი თქმით, ადგილობრივი რესურსებით, მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გადახალისება მედიცინაში შეუძლებელია. ნუგზარ სურმანიძის მონაცემებით დონორი ორგანიზაციების მიერ განხორციელებულ პროექტებს ჯანდაცვაში საერთო მოცულობის 10% უჭირავს, თუმცა მისივე განმარტებით მნიშვნელოვანია არა ციფრები, არამედ ის გამოცდილება, რომელსაც ევროპული ქვეყნები გადამზადების პროგრამით ადგილობრივ მედპერსონალს აძლევს. ორგანიზაციის თანამშრომლობა ჯანდაცვის ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ხორციელდება მთელი რიგი პროექტები, რომელიც ჩვენთვის სასაუბროდ მნიშვნელოვანია, მაგალითად ჩვენ გადავწყვიტეთ გაზარდა სოფლის ექიმების მობილურობის ამ მიზნით თანამშრომლობთ გაეროს მოსახლეობის ფონდთან, რომელთა დახმარებითაც წილობრივ მონაწილეობით ჩვენ შევისყიდეთ უკვე 12 ავტომანქანა, რომელიც დღეს იქნება ბათუმში და მომდევნო კვირას გადავცეთ პირველ ჯანდაცვის ცენტრებს. წლის ბოლომდე კიდე ჩამოვა 9 მანქანა, ამ წელს იქნება 21. რაც შეეხება რეგიონის ინფრასტრუქტურას, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტი, რომელზეც კონფერენციის მონაწილეები რამდენიმე საათის განმავლობაში მსჯელობდნენ და შედეგებს აჯამებდნენ, ეს არის ბათუმის წყლისა და კანალიზაციის სისტემის რეაბილიტაცია, რომელსაც KfW ახორციელებს. ბათუმის მიწისქვეშა კომუნიკაციების რეაბილიტაცია ჯამში გერმანიის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკს 120 მილიონი ევრო უჯდება. რეაბილიტაცია წყლისა და კანალიზაციის სისტემის პროექტის ხელმძღვანელის განცხადებით 2 წელში უნდა დასრულდეს. საუბარი იყო ასევე იმაზე, რომ ბათუმის წყალი უნდა გადასულიყო ცენტრალურ მმართველობაში, რაც პროექტის შემაფერხებელი შეიძლებოდა გამხდარიყო, როგორც KfW-ს წარმომადგენელი აცხადებს, თუმცა ამ ინფორმაციას კატეგორიულად უარყოფს ბათუმის მერი და აცხადებს, რომ ბათუმის წყალი დარჩება ბათუმში. საუბარი იყო იმაზე, თქვენ გართმევენ ბათუმის წყალს და ბათუმის წყალი წაერთმევა ბათუმს და ქალაქის მუნიციპალიტეტი უნიათოა და ვერაფერს ვერ აკეთებს. ძალიან ბრძენი ხალხია, მე ვთვლი დღეს ხელისუფლებაში მოსული. და ამიტომ გადაწყვეტილებების მიღება ხდება სწორად, არანაირი საკითხი ვთქვათ წყლის მიმართებაში დღეს დღეობით კიდე ერთხელ სრული პასუხისმგებლობით არ დგას, ბათუმის წყალი იმართება ჩვეულებრივად ქალაქის მიერ და იქნება ეს ასე. პროექტის მთლიანი ბიუჯეტი უხეშად რომ ვთქვათ 120 მილიონია. ამას ევროკავშირის დაფინანსება 5 მილიონიც ემატება. საერთო ჯამში სამუშაოები საკმაოდ მოცულობითია და პერმანენტულად ხორციელდება. ჩვენ უკვე დავასრულეთ პროექტის 2 ფაზა და გადავდივართ მესამე ეტაპზე. ვფიქრობთ, რომ პროექტი დამის ფარგლებში დაგეგმილი ყველა ღონისძიება დასრულდება. დონორთა საერთაშორისო კონფერენციის ოფიციალური ნაწილი უკვე დასრულდა. აჭარის მთავრობის წარმომადგენლები მოგვიანებით პარტნიორი ორგანიზაციის ხელმძღვანელებთან ერთად ქობულეთში აგროსერვის ცენტრში გაემგზავრებიან, სადაც უკვე განხორციელებულ პროექტებს გაეცნობიან.